მშვიდობა ჩემო ქართველნო, საზღვარ შიგნით და საზღვარ გარეთ მაცხოვრებლებო. უნდა გაგიზიაროთ ესეთი აზრი. ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომ ყავდათ თაგვი და ამ თაგვს უშვებდნენ ელექტრონულ დენს ფეხში. ამ დროს, როდესაც მას უშვებდნენ ელექტროდენს ფეხში და ტკივილს გამოიწვევდნენ, გამოიცემოდა სუნი, სპეციფიური სუნი, მაგალითად ფურთუხლის სუნი. ამ სპეციფიურ ექსპერიმენტში იყო ნუშის ყვავილის სუნი. და ყოველთვის, როდესაც ამ თაგვს დაარტყავდნენ დენს ფეხში, მას ეტკინებოდა, ამას თან სდევდა სუნი, სპეციფიური სუნი. ეხლა ექსპერიმენტი რაში მდგომარეობს? როდესაც ეს მამალი თაგვი გახდა მამა და მას ყავდა პატარა თაგვიშვილები, როდესაც ჩაატარეს ექსპერიმენტი და ამ პატარა თაგვიშვილებს მიუერთეს თავში გამარჯობათ ჩემო კარგო ქართველნო, საზღვარ შიგნით და საზღვარ გარეთ მაცხოვრებელნო. მინდა ესეთი ინფორმაცია გაგიზიაროთ და თქვენ თვითონ დაფიქრდით. ჩაატარეს ამერიკაში თუ არ ვცდები, ესეთი ცდა, მათ ყავდათ საცდელი თაგვი და ამ თაგვს აყენებდნენ ტრამვას, ანუ რამე ტიპის ტკივილს. მას ფეხში უშვებდნენ ელექტროდენს. როდესაც ეს ტკივილი მას და დენი დაარტყავდა, ამ მომენტში ზუსტად ასევე გამოიფრქვეოდა სპეციფიური სუნი. ამ შემთხვევაში ამ კვლევას ჰქვია ნუშის ყვავილის კვლევა, თქვენ შეგიძლიათ ინგლისურად მოიძიოთ, მაგრამ აი ამ ნუშის ყვავილის სუნი გამოიყოფოდა, როდესაც თაგვს დაარტყავდა დენი და მას ეტკინებოდა. ეს გრძელდებოდა რამოდენიმე ხნის განმავლობაში, ისე რომ აი ეს ტრამვა ამ თაგვს ჩამოუყალიბდა ამ სუნთან ასოცირებაში. როდესაც ამ თაგვს, ეს იყო მამალი თაგვი, შეეძინა შვილები დედალი თაგვისგან, ამ შვილებს, როდესაც გაუზომეს ტრამვის აღქმა აი ამ სუნთან დაკავშირებით, მათ აღარ დაარტყეს დენი. მაგრამ ის სუნი, როდესაც გამოიფრქვა, ამ თაგვებს ტვინში, ამ პატარა თაგვებს ტვინში წარმოექმნათ სტრესული სინდრომი. ანუ მეხსიერება სტრესისა ამათაც გადაეცათ გენეტიკურად. მაგრამ ეს ამბავი არ დამთავრდა პირველ შთამომავლობაზე. როდესაც მეორე შთამომავლობასაც გაუზომეს აი ეს სტრეს სიმპტომი ამ სპეციფიურ სუნთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ თურმე აი ამ მეორე თაობასაც ჰქონდა ტვინში, გულში და აი ამ ემოციაში ამ სუნთან დაკავშირებული სტრესული სიმპტომი. აქედან გამომდინარე მომყავს ქართული ანდაზა. ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოჭრაო. ეს შეიძლება იყოს აღქმული როგორც ცუდ საქციელზე, ან ასევე აი ამ მაგალითზე ზუსტად ჩვენი ბძენი ქართველი ხალხი, როდესაც ტრამვა და ტრამვასთან ასოცირებული სიმპტომები გენეტიკურად რაღაცნაირად გადაეცემა მომავალ თაობას. ეხლა მე ეს ყველაფერი სურს გავააზრო მაგალითში, როდესაც საქართველოს საუკუნეების მანძილზე მუსულმანებიდან იყო აოხრებული, აწიოკებული, დახოცილი, დანგრეული ეკლესიები, ჩამოგდებული ჯვრები, მოტაცებული ქალები, აღრეული სისხლი და ეს მრავალსაუკუნოვანი ტრავმატული ისტორია აქვს ქართველ ერს გენეტიკაში და სისხლში გაჯერებული. იმ ჩვენ ლიბერალურ მეგობრებს და ჩვენ თანამემამულეებს, რომელსაც მაშასა და მე ევროპელი ვარ მოწონთ, მინდა უთხრა და გაუზიარო, რომ რაც არ უნდა დავირქვათ, მე დღეს რო დავირქვა, რომ
მერლინ მონრო არ ღმერთმა მაშოროს, მაგრამ თქვათ მომინდა და დავირქვი, რომ ტეილორ სვიფტი ვარ. ჩემი გენეტიკური მოცემულობა გამოამჟღავნებს იმ ფაქტორს, რომ მე არც ტეილორ სვიფტი ვარ და არც მერლინ მონრო ვარ და ვარ ჩვეულებრივად მაია ჯანაშია, ჩემი ჯანაშიას გენეტიკით, ჩემი ქართული გენეტიკით და ზუსტად იმ ტრამვის გენეტიკური კოდით, რომელი ტრამვაც ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე განიცადა და გაიარა. ქრისტიანული თვალსგაგებით, თვალსაზრისით ეს ყოველივე გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გაერთიანებული ვართ აი ამ მართლმადიდებლური ქრისტიანული კოდით, გაერთიანებული ვართ გენეტიკით და გაერთიანებული ვართ ჩვენი სამშობლოს ისტორიით. და ეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, გვჯერა თუ არ გვჯერა, ლურჯი დროშა გვირჩევნია ყვითელი ვარსკვლავებით თუ საერთოდ საზღვარგარეთ ცხოვრება გვირჩენია, ამ ფაქტორში მაინც არანაირი ცვლილება არ ხდება და ჩვენ გენეტიკური ისტორია, გენეტიკური ტრამვები, გენეტიკური კოდი მაინც დაგვსდევს და დაგვსდევს სიცოცხლის ბოლომდე და გადაეცემა ასევე ჩვენ შთამომავლობას. აქედან გამომდინარე, აღრევა, შემოსახლება და აი ამ შინაგანი კონფლიქტის გაღვივება ერში ნამდვილად წინ დაუხედავი ფაქტია ჩვენი მთავრობისგან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენ მთავრობას, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენ ეკლესიას, რომ ის მოვლენები, რაც ეხა ჩვენ სახელმწიფოში ხდება, არის სრულიად დასაგმობი ჩვენი ქართული გენეტიკით, ჩვენი ასევე სახელმწიფოებრივი უფლებებით და ჩვენი ქრისტიანული ღმერთისგან წოდებული უფლებებით. კარგად ბრძანდებოდეთ, კიდე შემოგიერთდეთ.